საბურთალოზე მდებარე მაცხოვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი კახაბერ გოგოტიშვილი შემოგვიერთდა. დაგლოცეთ მამა კახაბერ, გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს, სვეტიცხოვლობას. დაგლოცოთ ღმერთმა, მოგესალმებით თქვენ და ჩვენ ძვირფას მაყურებელს და მეც ვისარგებლებ აი თქვენი ეთერის საშუალებით და მიულოცავ ჩვენს ქვეყანას, ჩვენს მორწმუნე საზოგადოებას განსაკუთრებით აი ამ დიდებულ დღეს, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამის შესახებ ვაპირებთ მე მგონი საუბარს. რა თქმა უნდა, დიდი მადლობა ასევე მობრძანებისთვის. მამა კახაბერ, ჩვენ ვამბობთ, რომ ეს არის უდიდესი ეროვნული და ასევე რელიგიური დღესასწაული და მცხეთას ვიხსენიებთ როგორც მეორე იერუსალიმს. აი ეს ტერმინი სწორედ მიემართება უძველეს დედაქალაქს მცხეთას. აი ამ კუთხით რომ ვისაუბროთ უფრო ისტორიის ღვთისმეტყველების თვალსაზრისით, როგორ განსაზღვრა საქართველოს მომავალი ბედი უფლის კვართის საქართველოში შემობრძანებამ და როდესაც ვამბობთ მცხეთა მეორე იერუსალიმი. აი რას გულისხმობთ ამაში? მე ვფიქრობ, რომ ეს მართლა ძალიან მნიშვნელოვანი და საცოდნელი საკითხია, იმიტომ რომ ძალიან ხშირად რაღაცა შეიძლება ადამიანს კონდეს და ჩვენს ერთს გვახასიათებს კიდეც ზედმეტად ემოციური დამოკიდებულება რაღაცის მიმართო, რომ გამაჩნია, ესე იგი შეიძლება მქონდეს სიამაყე, იმიტომ რომ მაქვს, მაგრამ მე ვერ ვაცნობიერებდე, რომ ამას თან რა შეიძლება, რა პასუხისმგებლობა შეიძლება ახდეს და სიამაყე ერთია, პასუხისმგებლობა აბსოლუტურად სხვა რამეა, რომელიც არ უნდა აურიოს ადამიანებმა ერთმანეთში და რაღაც ესე მხოლოდ პატრიოტიზმის გრძნობით ანთებულმა ადამიანმა რო არ ისაუბროს, რომ თურმე ესეთი სვეტიცხოველი გვაქვს, მას მისი სულიერი შინაარსიც უნდა ესმოდეს და მადლობთ, რომ ამისი საშუალება გვეძლევა. მე გეტყვით ასეთ რამეს, მithქვამს თქვენი ტელეეთერის საშუალებით და კვლავ გავიმეორებ, რომ აი ტერმინი, რომელიც პატრიარქმა ერთხელ ბრძანა ჩვენმა ილია მეორემ, ასეთი რამ, რომ არსებობს ღვთისმეტყველების ისტორია, მაგრამ არსებობს ასევე ისტორიის ღვთისმეტყველება და დღევანდელ დღეს ჩვენ სწორედ ამ თემას უნდა შევეხოთ, რომ აი ისტორია უნდა მოვყვეთ, რომელიც საღვთისმეტყველო კუთხით უნდა დავინახოთ და საღვთისმეტყველო ჭრილში უნდა რაღაცნაირად აღვიქვათ თითოეული დეტალი, რომელზედაც ვისაუბრებთ. იმიტომ რომ იმემკვიდრევა მცხეთა მესახელი როგორც მეორე იერუსალიმი შეიძლება ახლა ესე ძალიან ბევრ რაღაცა მსოფლიოს სადღაც სხვადასხვა კუთხეში ნახოთ მეორე იერუსალიმად დასახელებული ადგილები, მათ შორის აგებული ტაძრები და მათ შორის ესე იგი მოწყობილი ისეთი ლოკაციები, რომ აი ნახავთ, რომ რაღაც გამეორებულია იერუსალიმი, თითქოს ყველაფერი ის როგორც იქ არის ნამდვილი იერუსალიმში, თითქოს ეს ყველაფერი გადმოტანილია, რაღაცა კალკირებულია. მათ შორის ტოპონიმიკაც და ტოპონიმიკაც და ასე შემდგომ. სინამდვილეში სულიერ მემკვიდრეობაზე არის აქ საუბარი და ამას რაღაცა გარკვეული წინაპირობა უძღო და სანამ კვართი მოვიდოდა მცხეთაში და ეს წინაპირობა უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ აქ ებრაელ საზოგადოებას უნდა შევეხოთ, რომელთაც ჰქონდათ ასეთი პრობლემა ჩვენს წელთაღრიცხვამდე დაახლოებით 6 საუკუნით ადრე ნაბუქოდონოსორის ესე იგი ბაბილონის ტყვეობის დროს ძალიან დიდი მიგრაცია დაიწყო, იმიტომ რომ იერუსალიმი ფაქტიურად გაასწორეს მიწისპირისაგან, ქალაქი თითქოს აღარ არსებობდა, ისე დაანგრიეს, მათ შორის ტაძარი დაანგრიეს და დაიწყო ძალიან დიდი მიგრაციები, გადასახლებები, ძალიან ბევრი ებრაელი ბაბილონში წაიყვანეს, მაგრამ იყვნენ რაღაც ტომები ებრაელთა, რომლებაც სხვადასხვა ქვეყნებში მოახერხეს, რომ განთესილიყვნენ, წასულიყვნენ და თავი აერიდებინათ ამ ბაბილონის ტყვეობისაგან. მათ შორის იყვნენ ებრაელები, რომლებსაც მთავარი სიწმინდე, რაც მაშინ გააჩნდათ. ეს იყო ილია წინასწარმეტყველის ხალენი, რომელიც შემდგომ ელისე წინასწარმეტყველს დაუტოვა და შორს აგვიყვანს ახლა ამ ისტორიის გახსენება თუ როგორ და რა სახით მოხდა ეს ყველაფერი და ამის შემდგომ ინახავდნენ მას როგორც მთავარ სიწმინდეს. მთავარი სიწმინდე მათთვის ებრაელი ერისთვის მინდა გითხრათ, რომ კიდობანი იყო, მაგრამ კიდობანი უკვე დამალულია იერემია წინასწარმეტყველის მიერ, მან ეს კიდობანი დამალა, როგორც ჩვენ გარდამოცემით ვიცით და კიდობნის შესახებ თვითონაც არიციან სად არის კიდობანი. რაც აქვს დარჩენილი სიწმინდე მოდიან მცხეთაში. აი როგორ წარმოგიდგენიათ ახლა, რომ მე თუ რაღაცის გადარჩენა მინდა, ვიმყოფები დევნულებაში და რაღაცა მაქვს წმინდა ნივთია ეს თუ რაღაცა ჩემი პირადია თუ საზოგადოებრივი რა მნიშვნელობა აქვს, სად შეიძლება მე გავიქცე, ვისთან შეიძლება გავიქცე, სადაც უსაფრთხოდ ვიგრძნობ თავს, რა თქმა უნდა. მტერს თუ ხوار ჩავბარდები ამით, რომ აგერ არის ბატონო ეს ჩემი საყვარელი ნივთი და როგორც გინდა ისე მოეკეცით. სადაც არ დევნიან. სადაც ვიცი წინასწარ რომ არ დამემუქრება, სულ ცოტა ვიცი რომ არ დამემუქრება რაღაცნაირად
განადგურება არ დაემუქრება ამ ჩემს ძვირფას და საკრალურ ნივთს. ასე რომ მცხეთაში რომ მოდიან, მე ვფიქრობ, რომ ეს შემთხვევითი არ უნდა იყოს, რადგანაც სავარაუდოდ რაღაც გარკვეული ნათესაობა აკავშირებთ მათ მაშინდელ მცხეთელებთან. თუმცა კი ძნელია ახლა ამისი თქმა, საიდან, როგორ და რანაირად, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ვერსია შეიძლება არსებობდეს, მაგრამ ფაქტი არის, რომ ისინი ჩამოდიან, თუმცა კი იერუსალიმთან კავშირი არ წყდება. აი ებრაელებს ეს კავშირი მინდა გითხრათ, რომ დღევანდელ დღესაც, მაგრამ დღევანდელ დღეს მოგეხსენებათ, ახლა კომუნიკაცია ძალიან გაადვილებულია, რომ ამ წამს შეგიძლია მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში დარეკო, ისე რომ ეკრანზე ხედავდეთ ან ყველაფერს, ვისაც ესაუბრები თუ გარემოს ყველაფერს დათვალიერება შეგიძლია, მაგრამ მაშინ ეს კონტაქტის არ გაწყვეტა ნიშნავდა იმას, რომ გამუდმებული მიმოსვლა მიმდინარეობდა მცხეთასა და იერუსალიმს შორის. რატომ ებრაელები იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც მესიას მოელოდნენ. ისიც იცოდნენ, რომ ეს მესია იერუსალიმში უნდა მოსულიყო. ამიტომაც რომ არ გამოჰპარვოდათ მათ ეს წამი, ეს გამუდმებული კონტაქტი ყოველთვის არსებობდა. შეიძლება ახლა მე ცოტა ვრცლად ვყვები ამ ამბავს, მაგრამ ქრისტეს შობამდე პერიოდზე ვსაუბრობ და ცოტა ვრცლად ვყვები და შეიძლება რაღაცა სვეტი ცხოველს რა შუაშიაო, შეიძლება ვიღაცამ მკითხოს, მაგრამ მივალთ აქამდე, ასე რომ არ მინდა დავაფრთხო ჩვენი მაყურებელი წინასწარ, თითქოს რაღაც სხვა თემაზე გადავედი. ამიტომაც ნახეთ, ეს მიმოსვლა გამუდმებულად არის ამ ებრაელებს შორის და როგორც კი დადგა ეს წამი, რომ გაიგეს მათ იესო ქრისტეს დაბადების შესახებ, მცხეთელი ებრაელები გახლავთ ის ადამიანები, რომლებმაც მიიღეს ის როგორც მესია. იერუსალიმმა არ მიიღო ის როგორც მესია. ამიტომ იერუსალიმის ნამდვილი მემკვიდრე გახდა მცხეთა. ამიტომაც არის ეს სულიერი მნიშვნელობა. საიდან შემიძლია ახლა ამ ყოველივეს მტკიცება მე? როგორც კი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ მცხეთიდან უნდა წასულიყვნენ ებრაელები ამ საქმის გასარკვევად, უკვე ამბავი ჩამოვიდა, რომ იესო შეპყრობილი არის და ესე იგი უნდა აპირებენ უბრალოდ შეპყრობილი არ არის, იმიტომ რომ ეს ძალიან მალე მოხდა მერე და ესენი ფიზიკურად ვერ მოასწრებდნენ იქ ესე უცბად ჩასვლას. წინასწარ გაცხადებულია, რომ მოკლედ უნდა დაისაჯოს ეს ადამიანი, იმიტომ რომ მის მოსეს ჯულს ეწინააღმდეგა და არავითარი მისია ის არ არის. მცხეთაში ხდება ის ამბავი, რაც იერუსალიმში ვერ მოხდა, რომ აბიათარის და ესე იგი სიდონიას დედა პირდაპირ ეუბნება მღვდელს, რომელიცაც აგზავნიან იქ ლონგინოს კარსნელი მიდის, ელიოს მცხეთელი მიდის და პირდაპირ ეუბნება, რომ არ უნდა მიიღოთ მონაწილეობა თქვენ მესიის აი ამ წამებაში. არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიიღოთ, იმიტომ რომ ის არის მესია, მხსნელი. ანუ აღიარება, იესო ქრისტეს აღიარება მოხდა მცხეთაში. მცხეთელი ებრაელების მიერ და მიდიან არღებულობენ ამაში მონაწილეობას და სიდონია ეხვეწება, რომ რაიმე ნივთი იქნება მოახერხონ და წამოიღონ და მოაქვთ იქედან რაღაცნაირად მოახერხებენ იმას, ბევრი ვერსია არსებობს თუ როგორ, როდესაც ჯარისკაცებმა გაინაწილეს მისი ტანსაცმელი, ეს კვართი სავარაუდოდ გაყიდეს და მათ შეძენა მოახერხეს ამ კვართისა და ჩამოიტანეს საქართველოში. ეს კვართი სიდონიამ გულში ჩაიხუტა და გარდაიცვალა და მასთან ერთად დაიმარხა, მაგრამ დედა როდის გარდაიცვალა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ქართლის ცხოვრებაში ასეთი რამ წერია, რომ როგორც კი პირველი ლურსმანი დააჭედესო და ამისი ხმა მან მცხეთაში გაიგო, ანუ სულიერად ეს ადამიანი აბსოლუტურად იქ იმყოფებოდა, დაკავშირებული იყო მესიასთან, მხსნელთან, იმდენად იყო მიბმული მისი სული, რომ მან ეს გაიგონა და ვერ გაუძლო ამ სულიერ ტკივილს და გარდაიცვალა. სიდონიამ კვართი ჩაიხუტა და ისიც ასევე გარდაიცვალა და ამ კვართთან ერთად დაიგრძალა. ნუ მე ეს ისტორია რომ თქვათ იქ რაღაცა ხია მოვიდა და ეს ხე რაღაცა სასწაულებს ახდენდა, ეს უკვე სვეტი ცხოვლის ისტორიას დავიწყებთ ჩვენ, მაგრამ მე მინდა ამ სულიერ მნიშვნელობაზე მივანიშნო ქართველ ერს და ნუ რა ვინ ჩათვლის ამას წეღან დავიწყე რომ რაღაცა პატრიოტიზმის კი ნამდვილად უნდა გქონდეს სიამაყის განცდა, მაგრამ ეს იმიტომ კი არ მოხდა რომ რაღაცა ქართველები ვიყავით განსაკუთრებულები. იმაინც რატომ გამოირჩია უფალმა ჩვენი ქვეყანა აი ამ თვალსაზრისით, იმიტომ რომ უფლის გამორჩევის გარეშე ხომ არ მოხდებოდა და მისინების გარეშე ის რომ აქ სწორედ აქ მცხეთაში
ქვეყანაში მომხდარიყო მისი აღიარება, როგორც მაცხოვრისა. მინიშნება თითქოს გავაკეთე ამის შესახებ, თუმცა კი თლად ბოლომდე შეიძლება არ იყოს ეს მინიშნება, ესე იგი აბსოლუტური. იმიტომ რომ არ დევნიდნენ. დიახ, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მათ მიიღეს და ეს სიწმინდე შეიძლება ამ აქაური ცხოვრები ხალხისთვის არ იყოს სიწმინდე, თუმცა კი ეუბნებოდნენ რომ თქვენ ტრადიციას პატივსცემ და კი ბატონო იცხოვროთ ისე როგორც ცხოვრობთ. ანუ ხელს არ უშლიდნენ, მიუხედავად იმისა, რომ თვითონ შეიძლება რაღაცა კერპი ქონდათ აღმართული და კერპთაყვანისმცემლობით იყვნენ, ესე იგი, გართულნი, მინდა გითხრათ, არ უშლიდნენ ამ ადამიანებს იმ ერთი ღმერთის აღიარებას, ქადაგებას, თავიანთი ცხოვრების წესს არ უშლიდნენ და არანაირად არ აძალებდნენ, რომ იცი რა, ჩემს ქვეყანაში ახლა ასეთი წესია და გინდა თუ არა, მოდი დაივიწყე შენი ტრადიცია. ხო, დაივიწყე შენი ტრადიცია და აუცილებლად ჩემს ტრადიციაზე გადმოდი, არ იყო და შესაბამისად ეს გახლავთ ალბათ პასუხი, დაახლოებითი პასუხი იმასთან დაკავშირებით, რომ ამიტომაც მცხეთელმა ებრაელებმა მოახერხეს ის, რომ იერუსალიმი დარქმეოდა მცხეთას, ნუ სულიერი თვალსაზრისით, იმიტომ რომ არ აღიარეს იერუსალიმში და სადაც აღიარეს ის ადგილი გახდა იერუსალიმი. და შესაბამისად ქართველებმა დავიმსახურეთ ალბათ იმით, რომ ამას არ შევეწინააღმდეგეთ. შეიძლება ვერც კი ვაცნობიერებდით ამას, რომ რაღაცნაირად რა საქმეს ვეხმარებოდით ამ შემთხვევაში და იარაღად ვიქეცით, თქვათ, ამ კეთილი საქმისა, კარგი გაგებით. შეიძლება გაცნობიერებულად არ ხდებოდა, მაგრამ რადგანაც წინააღმდეგობაში არ მოვედით, შესაბამისად გვაქვს ალბათ ასეთი პატივი, რომ გვაქვს მცხეთა და სვეტიცხოველი, მეორე იერუსალიმი ამ შემთხვევაში. და ეს დიდებული ტაძარი. დიახ, რა თქმა უნდა. ეხლა აუცილებლად უნდა ვთქვათ ამ კვართის შესახებ, მისი სულიერი მნიშვნელობის შესახებ, რომ რა არის მაინც ეს კვართი. ეს გახლავთ ზემოდან მოქსოვილი, პირდაპირ ეს ეწერია, ანუ თითქოს ზეცაში მოქსოვილი, ერთი ძაფით, უწყვეტი ძაფით, ხო, დიახ, მოქსოვილი, რომელიც გარდამოცემის თანახმად მაცხოვართან ერთად იზრდებოდა, იმიტომ რომ მას ძალიან პატარას მოუქსოვეს ესა და ეს გახლავთ ის კვართი, რომელიც მას მთელი ცხოვრება, ესე იგი, თან ჰქონდა. ძალიან ხშირად ჩვენ შეიძლება ტერმინოლოგიურ რაღაცა არევასთან მქონდეს საქმე. ამბობენ, რომ აი კვართი სადღაცას იქ შაჰაბასმა რუსებს აჩუქა, იქ კვართი, რომელიც რაღაც საფრანგეთის რაღაც ერთ-ერთ ქალაქში, იტალიის ერთ-ერთ ქალაქში არსებობს კვართი და არსებობს პერანგი. სუდარა კიდევ სხვა არის, რომელიც ტურინშია. სუდარა უკვე გარდაცვალების შემდგომ როგორც იყო გახეული, მაგრამ მხოლოდ კვართით ხომ არ დადიოდა მაცხოვარი, მაშინდელი მოსასხამი, რაც თქვათ ებრაელებს, ისიც რაღაცა დეტალები გადარჩენილი, იმიტომ რომ კვართის დანაწევრება შეუძლებელი იყო და ეხლა რაღაცა დანაწევრებული ნაჭრები, რომლებიც დააქვთ, სიწმინდეა, რა თქმა უნდა, ბუნებრივია ჩვენ იმას კი არ ვამცრობთ რაიმეთი, უბრალოდ ვამბობთ, რომ ეს არ შეიძლება კვართის ნაწილი იყოს, იმიტომ რომ წინასწარმეტყველებაა, რომ კვართი არ უნდა დახეულიყო, ვერც დაიხეოდა. ეს სულიერი მნიშვნელობა არის ეკლესიისა, მინდა გითხრათ და განუყოფელია, დიახ, და ისტორიულადაც, არქეოლოგიურადაც დადასტურებულია, რომ იმ ადგილს არავინ არ შეხებია, სადაც არის ახლა ეს სვეტი, ეს არის სვეტიცხოვლის შუა ნაწილში დაახლოებით, ყველა ქართველმა იცის ალბათ, მაგრამ მისაც არ აქვს ამისი ცოდნა სასურველია რომ მიცოდეს. და კიდევ ერთი რომ ნამდვილად შეუძლიათ ეს მოიძიონ კიდეც საძიებელ სისტემაშიც რომ ჩაწერონ, აუცილებლად ნახავენ ისტორიკოსების და არქეოლოგების ძალიან დიდ მეცნიერულ კვლევებს, რომლებიც დაიდო ამასთან დაკავშირებით, რომ არავითარი, თქვათ, აქ გათხრები არ ჩატარებულა და არავითარი კვართი არ ამოუღიათ, არამედ ის არის პერანგი, მოკლედ ესე შეიძლება გამოვთქვათ, რომელიც მაცხოვარს ასევე ემოსა და ამ პერანგის რაღაცა დეტალები შეიძლება დადიოდეს და მოძრაობდეს, როგორც სიწმინდეს ან ინახებოდეს სხვადასხვა ქალაქებში. კვართი კვლავ მცხეთაშია. კვართი კვლავ სვეტიცხოველშია. ხოველშია და უნდა ვთქვათ კიდევ ერთხელ რატომ ქვია მას მეორე იერუსალიმი. ერთი ის სულიერი მნიშვნელობა და ეხლა მინდა გითხრათ პირდაპირ მოდით ფიზიკური მნიშვნელობით ესე შეიძლება ვთქვათ რატომ არის ის მეორე იერუსალიმი. აი მე მაგალითად გახლავართ თქვენ უკვე წარმოვადგინეთ საბურთალოს მაცხოვრის ამაკლების სახელობის ტაძრის წინამძღოლი. ეს ტაძარი დგას სასაფლაოზე. და მე ძალიან ბევრ ჭირისუფალთან შეხება მაქვს თითქმის ყოველდღიურად. რამდენიმე საფლავი ვიცი, სადაც გვამი არ არის დაკრძალული. არ არის დაკრძალული, იმიტომ რომ დაიკარგა ადამიანი, ომში გარდაიცვალა და მისი გვამი ვერ მოიპოვეს, მაგრამ ოჯახს აქვს ასეთი ტრადიცია და ეს ტრადიცია არავის ეგონოს, რომ მე-20 საუკუნის ტრადიცია. ასე იყო ყოველთვის.
რომ ადამიანი, რომელიც ესე იგი მისი ახლობლის გვამს ვერ პოულობს, მის ტანსაცმელს გრძალავს და ეს ადგილი საფლავად იქცევა, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ ზუსტად ვიცით, რომ ცარიელია საფლავი, მოდიან მისი ახლობლები და სადაც ის ტანსაცმელია დაგრძალული, იქ მახდევინებენ პანაშვიდს. ეხლა ვკითხულობ, რა განცდა არის ეს და საიდან მოსული ტრადიცია? საფლავი, რეალური საფლავი სად არის? იქ საიდანაც აღდგა მაცხოვარი თუ იქ სადაც მისი კვართი დაიგრძალა. ჩვენ ამ საფლავის პატრონები ვართ, ჩემო ძვირფასებო და ამას კარგად ახსენით, აი მაგახაბერ ისეთ მაგალითი მოიტანეთ, რომ ძალიან ცხადი გახდა ის, რაზეც საუბრობთ. ეს ხომ ჩვენს ყოველდღიურობაში ასე არის რეალურად. ჩვენს ყოველდღიურობაში ადამიანები მოდიან და გავუყვანი ვარ საფლავზე, სადაც ვიცი რომ გვამი არ არის, მხოლოდ ტანსაცმელია, მაგრამ მათთვის ეს საფლავია. როგორ უვლიან, როგორ პატრონობენ, როგორ აპირკეთებენ, როგორ ესე იგი სანთლებს ანთებენ და კანდელი ჩაუმქრალი უდგას იქ ბევრს. მაგრამ იქ გვამი არ არის. ამიტომაც მეორე იერუსალიმი კიდევ ერთხელ უნდა გავიმეორო, რომ არის არა მარტო იმ სულიერი მნიშვნელობით, რომ ქრისტე როგორც მესია აქ აღიარეს, იქ არ აღიარეს, იქ ჯვარსაცვეს, აქ აღიარეს. იმ ჯვარცვის გამო აქ ადამიანი გარდაიცვალა. იმ ჯვარცმის შეგრძნებით აქ ადამიანი მოკვდა. ამიტომაც სულიერი მნიშვნელობა იტვირთა იმ ემკვიდრევა მცხეთამ, მაგრამ პირდაპირ მნიშვნელობაც იმ ემკვიდრევა, იმიტომ რომ იქედან აღდგა მაცხოვარი, იქ არაფერი არ დარჩენილა. გარდა სუდარისა, რომელიც სუდარაც უკვე ვახსენეთ, რომ ქალაქ ტურინში ინახება დღეს და მისი კვართი არის დაკრძალული იქ, სადაც არის ახლა დღევანდელი სვეტიცხოველი, ასე რომ ჩვენ რეალურად გაგვაჩნია მაცხოვრის საფლავი. და ამ მაცხოვრის საფლავთან ვიკრიბებით დღევანდელ დღეს. აი ამ დღესასწაულობს დღევანდელი ჩვენი ეკლესია და ეს გახლავთ უმნიშვნელოვანესი მოვლენა არა მარტო ქართველებისთვის, არამედ მთელი ქრისტიანული სამყაროსთვის მინდა გითხრათ და იცით მხოლოდ პატრიოტული გრძნობით ანთებულმა რომ არ გავაგრძელო აუცილებლად უნდა ვთქვათ რა განსაზღვრა ამით ვთქვათ ჩვენთვის ქართველებისთვის რა კოდი ჩაიდო და რა პასუხისმგებლობა დაგვეკისრა გარდა იმისა რომ რა თქმა უნდა ძალიან დიდი სიამაყი საფუძველი არის მაგრამ ალბათ არა ამ პარტავებს დიახ ვისაც მეტი მიეცეს მეტი მოეთხოვოს ხომ გაგვიგია სახარებისეული ეს ფრაზა რომ ვისაც მეტი მიეცეს მეტი მოეთხოვოს ეხლა წარმოიდგინეთ რომ თითოეულ ქართველს აქვს ამისი პატივი რომ შენ ხარ კვართის მცველი შენ ხარ უფლის საფლავის მცველი და ეს მცველობა რას ნიშნავს რომ მართლა ყარაულად კი არ დაგადგინა იქ ღმერთმა იმისთვის კი არ დაგადგინა რომ შენ იქ რაღაცნაირად თოფიარაღით სჭირდება მას ამისი დაცვა არ სჭირდება ღმერთს არანაირად შენი დაცვა შენ ხარ მისიონერი იმიტომ რომ როგორც იცხოვრებ როგორც იქნება შენი ქცევა როგორც იქნება შენი ცხოვრების წესი აი ასე დაიცავ შენ უფლის კვართს ასე დაიცავ მის მცნებას ასე დაიცავ სახარებისეულ იმ ჭეშმარიტებას რასაც ის გვეუბნებოდა და გვეუბნება დღევანდელ დღესაც ამ ჩვენი წმინდა წერილის საშუალებით რომელიც ჩვენთვის სახელმძღვანელო წიგნი უნდა იყოს აი ამ ყველაფრის გამტარებელი უნდა ვიყო მე ჩემ ცხოვრებაში როგორც ქართველი და ეს სხვაზე უფრო მეტად მომეთხოვება მე იმიტომ რომ მისიონერობის განსაკუთრებული ესე იგი შეიძლება ითქვას ფუნქცია მომენიჭა რომ მე უნდა ვიცხოვრო ისე რომ კვართის მცველი ვარ მხოლოდ გულზე ჯიხის ცემა კი არ იყოს ეს კვართის მცველი რომ ვარ შეიძლება ხმამაღლა საერთოდ არ მჭირდებოდეს ამისი მტკიცება ეს ისედაც ასე არის და ისტორიულად დადასტურებული ფაქტია, მაგრამ კვართის მცველი რომ ვარ, ეს უნდა იყოს ჩემს ცხოვრებაში ასახული, როგორი მცნებებით ვცხოვრობ და მჯერა თუ არა იმისი რომ რაც იესო ქრისტემ თქვა, არა ის რომ ღმერთი არსებობს, არამედ რაც თქვა, იმას ვასრულებ თუ არა და ვიღწვი თუ არა ამისთვის. ამიტომაც ამ პასუხისმგებლობას არ უნდა გაექცეს არც ერთი და არ უნდა დარჩეს მხოლოდ სიტყვიერად, რომ მე ან მართლმადიდებელი ვარ, ან დიდებული სვეტიცხოველი ან ვიღაცას სვეტიცხოველი წილხვედრი ვარ. ხო, ღვთისმშობლის წილხვდომილობა, ეს წილხვდომილობა შემთხვევითი მოვლენა ხომ არ არის? ხშირად ვიღაცისთვის შეიძლება მომისმენია კიდეც, რომ აი ქართველები ესე ვამბობთ და რა წილხვდომილობა არის, წილხვდომილობა. კვართის აქმყოფობას უკავშირდება. რა თქმა უნდა, ამას უკავშირდება, ჩემო ძვირფასო, იმიტომ რომ როგორ შეიძლება დედა, რომელსაც ჩვეულებრივ დედას როგორი სიყვარული აქვს თავისი შვილისა და ეხლა წარმოიდგინეთ განღმრთობაში მყოფ ადამიანს რა სიყვარული შეიძლება ჰქონდეს თავისი ღმერთკაცო
ციშვილისა და როგორ ფიქრობთ რომ სადაც მას ეგულება რაღაცა ნივთი რომელიც მასთან შეიძლება აკავშირებდეს, იმიტომ რომ ის აღდგა მკვდრეთით და ნივთიერი შეხება მასთან აღარანაირი აღარ აქვს, ერთადერთი რასაც შეიძლება ეხებოდეს, ეს არის მისი კვართი, რომელიც ზუსტად იცის სად დაიგრძალა. ამიტომ წილხვდომილობა ეს ის კი არ იყო რაღაცა შემთხვევითი მოვლენა. წილხვდომილობა განზრახულობა იყო, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს უნდოდა ეს ადგილი მოელოცა, სადაც მისი შვილის კვართი, მისი შვილის საფლავზე მოდიოდა ის. და არა ძვირფასი ქართველების სანახავად, თუმცა კი ესეც რა თქმა უნდა იყო ამ საღვთო განგებულებაში მოაზრებული ბუნებრივია. წმინდანინო რატომ ჩამოდის საქართველოში? მისი ეს აღძრულობა რა არის, რომ უნდა ჩავიდე და მცხეთა უნდა მოვაქციო? ნუ ახლა ასეთი ამპარტავნება იმას არ მოუვა თავში, რა ქვია. ყველაზე დაცემულ ადამიანს არ მოუვა. უფლის კვართის თაყვანისაცემად მოდის ის. უფლის საიდან მოდის თან? იერუსალიმიდან არ დაგავიწყდეთ. თუ ჩვენ ვამბობთ რომ იერუსალიმშია საფლავი, წმინდა ნინოს მცხეთაში რა უნდოდა? წმინდა ნინო იერუსალიმიდან მცხეთაში მოდის უფლის საფლავის თაყვანისაცემად. ამიტომაც თუ კი ჩვენ ამას წავიკითხავთ და ასეთი საღვთისმეტყველო კუთხით, ამ საღვთისმეტყველო ჭრილში დავინახავთ ჩვენ ამას ყველაფერს, არა ურაპატრიოტიზმით, არამედ რეალურად გავაცნობიერებთ იმას, ვინ ვიყავით. ვინ ვართ და ვინ უნდა ვიყოთ. დიახ. მამა კახაბერ, აი წელს ასევე ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი აღინიშნება 1700 წელი ჩვენი გაქრისტიანებიდან. მას შემდეგ რაც სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა ქრისტიანობა, ნუ წმინდა ნინოს შესახებ, მოციქულთა სწორის შესახებ ვისაუბრეთ და როგორ არის დაკავშირებული მცხეთასთან, სვეტიცხოველთან, ეს ვიცით და ჩვენს ქვეყანასთან, მირიანსა და ნანას, წმინდა მირიანსა და ნანას იხსენიებს ასევე დღეს ეკლესია და მათი როლის შესახებაც ასევე ვისაუბროთ. მათმა გადაწყვეტილებამ, მეფის გადაწყვეტილებამ განსაზღვრა ხომ ჩვენი ქვეყნის მომავალი ფაქტობრივად და ნუ რა თქმა უნდა მეუხებას უფლის წინაშე და ასევე მადლიერება გვაქვს ძალიან დიდი. რა თქმა უნდა უდიდესი მნიშვნელობა აქვს ამას ყოველივეს აქ ეს ისტორია სასწauლებრივი თქვათ მირიანის მოქცევისა დედოფალი ნანა უფრო ადრე მოექცა და ის წმინდა ნინოს ნათლული გახდა მოგეხსენებათ და მირიანის მოქცევისა ეს გაცხადებულია, მაგრამ ეს აღიარება სახელმწიფოებრივი ფაქტიურად აღიარება, რომელიც მოხდა მეოთხე საუკუნეში და ამის შემდგომ მოძიება უკვე სვეტიცხოვლისა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია და ჩვენ ამის 1700 წლის თავს აღვნიშნავთ და გვაქვს ესეთი საამაყო ისტორია, მადლობა ღმერთს. მაგრამ საქმე რაში გახლავთ, იცით რომ როგორ იპოვეს მათ ეს ადგილი? და რატომ გამოცხადდა მე ეს ყველაფერი და რატომ დაიგეგმა რომ აი თუნდაც ტოპონიმური სახელებიც კი გამეორდა შემდგომში რომ რაც იერუსალიმში იყო ის ვთქვათ აბსოლუტურად მცხეთაში გადმოვიდა ეს გახლავთ ის რომ ებრაელები კვლავ ცოცხლობდნენ რომელიც ინახავდნენ ამ რწმენას ანუ ქრისტიანობა ჩვენთვის უცხო არ ყოფილა თუ მოვუსმენდით იმ ებრაელებს რომლებიც იქ ცხოვრობდნენ თუმცა კი რაღაცნაირად ეს მოსმენა მეტნაკლები იყო არ ვერჩოდით მაგრამ შეიძლება არც ვუჯერებდით იმას რასაც ისინი ყვებოდნენ მაგრამ როგორც კი ამისი აღიარება მოხდა ოფიციალურად და ეს სამეფო ოჯახიდან დაიწყო და არ დაწყებულა რაღაცა უბრალოდ რაღაც თითოეულა ოჯახში ჩვეულებრივი მოქალაქეებისა, არამედ სამეფო ოჯახიდან ამის შემდგომ ხდება უკვე გაცხადება იმ წმინდა ადგილისა, სადაც უფლის კვართი დაიმარხა და პირველი ტაძრის აშენება და წმინდა ნინოს მიერ, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული თაყვანისცემის დაწესება, სწორედ ამ ადგილისა, ახლა სვეტიცხოვლის დღევანდელი სახე, რა თქმა უნდა, მოგვიანებითია, ეს აქვე ვახსენოთ მელქისედეკ პირველის კათოლიკოსი, რომელიც იხსენიება დღეს. ჩვენ გვაქვს მისი ბეჭედი ეს ცით რა კათოლიკოს პატრიარქის ტიტული შეიძლება უფრო ადრეც არსებობდა, მაგრამ ისტორიული დადასტურება ამისა მას ხელი აქვს ასე მოწერილი როგორც კათოლიკოს პატრიარქს, სრულიად საქართველოსი, დღეს მისი ხსენება აღმდგენელი განმაახლებელი სვეტიცხოვლის ტაძრისა და სვეტიცხოვლის დღევანდელი სახე, ნუ მეტნაკლები რაღაც აცვლილებებით, რა თქმა უნდა, ესე შუა საუკუნეებში დაახლოებით მე-11 საუკუნეებში გახლავთ ესეთი სახით უკვე აშენებული იქამდე იყო ეს ძალიან პატარა შეიძლება ითქვას გუმბათის გარეშე ნავისებური ეკლესია
და მირიან მეფეზე და დედოფალ ნანაზე ვსაუბრობდით, რომ უდიდესია მათი ღვაწლი. იმიტომ რომ ერთია, თქვათ, მისიონერი, რომელიც შემოდის და მეორეა, რომ ამ მისიონერს, თქვათ, ხარდაჭერას გამოუცხადებ თუ არ გამოუცხადებ, მოусმენ თუ არ მოусმენ, დაუჯერებ თუ არ დაუჯერებ და მათი ნათლობა გახდა ფაქტიურად საფუძველი იმისა, რომ საქართველო გამხდარიყო ქრისტიანული ქვეყანა. იქამდე თუ ეს რაღაცა ცალკეული კერები იყო, იმიტომ რომ იქ ანდრია პირველწოდებული შემობრძანდა, რაღაცა უკვე დააწესა. ჩვენ შეიძლება ისტორიულ წყაროებში ვნახოთ, რომ აი შავი ზღვის პირეთში უკვე ქრისტიანობა არსებობს ანდრიას მიერ დაწყებული და იქ რაღაცა უცხოურ ისტორიულ წყაროებში იკითხება, რომ ერთ-ერთი ეპისკოპოსი, რომელიც მოგზაურობდა, ეუბნებიან, რომ იქნება თქვენ გვიკურთხოთ მღვდელი და ეს ხდება შავი ზღვის სანაპიროზე საქართველოს ტერიტორიაზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია. ესე იგი არსებობს კი რა მღვდლის საჭიროება და აგერ ნახეს ეპისკოპოსი, რომელსაც თხოვეს, რომ ხელდასხმა ჩაეტარებინათ, რომ ეს კაცი არ ეტარებინათ, თქვა სხვაგან და აქედან გამომდინარე, გვაქვს ეს ისტორია, გვაქვს ეს მოცემულობა, რომელსაც ჭირდება ძალიან გაფრთხილება, მოფერება და კიდევ ერთხელ თქმა იმისა, რომ ეს მცველი ვარ არა იმიტომ, რომ ჩემი ყარაულობა სჭირდება რაიმეს. მე მჭირდება თვითონ ეს, რომ ასეთი ცხოვრების წესით დავადასტურო, რაც ღმერთმა ჩემთვის პატივი გაიმეტა, რომ ამის ღირსი შევიქნე. ძალიან დიდი მადლობა მამა კახაბერ ასეთი საინტერესო საუბრისთვის. არ მეგულება ადამიანი, ვინც უფრო მეტი პასუხისმგებლობით არ აღგივსება იმის მერე, რაც ახლა თქვენგან მოისმინა და ჩვენი მიზანიც ეს არის. მეტი სიამაყით და არ მოილოცავს დღესვე მცხეთას, მეორე იერუსალიმს და სვეტიცხოველს. საბურთალოზე მდებარე მაცხოვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი კახაბერ გოგოტიშვილი საუბრობდა სტუდიაში.